მოვიდა საღამო. აი მთელი დღე რო გავიდა. ხო შეუძლებელია რომ ადამიანს არ შეეცოდა რაღაცით. არ არის კაცი რომელიც ცხონდეს და არ ასწოდოს. არ არის ადამიანი თუნდაც ერთი დღე იცხოვროს და არ შესწოდოს. ამიტომ დღის ბოლოს რა ხდება ნახეთ. დღის ბოლოს უნდა დაფიქრდეს ადამიანი თავის ცოდებზე. სად რა ვერ გააკეთა ისე როგორც სახარებისეული მცნებები გვეუბნება ჩვენ. და უნდა შეინანოს. შეიძლება იმ საღამოს მოძღვარი ვერ ნახოს, მაგრამ აიღოს ფურცელი სიტყვაზე ვამბობ. და დაწეროს რომ დღეს ვიღაცას მოატყუა. ვიღაცას დასცინა. ვიღაცის შეშურდა. აი ეს დავუშვათ დღის ბოლო მოვიდა. ვიღაცისთვის რაღაცა დაენანა, თუ დაეზარა რაღაც გაეკეთებინა. დღის ბოლოს უკვე შენ რაც შესწოდე იცი. მერე მეორე დღის ბოლოს, მესამე და ესე შენ საკუთარ თავს აკონტროლებ. და უკვე კვირის ბოლოს თუ რამდენ ხანში ერთხელაც ამბობთ აღსარებას, უკვე გეცოდინება შენ რა შესწოდე და რა უნდა შეინანო. სამწუხაროდ ხდება ზოგჯერ ესეთ რაც არასწორია, რომ ადამიანი აღსარებას მაშინ წერს, როცა იმ მოძღვარს დაინახავს და მაშინ უნდა ჩააბაროს აღსარება. ეგ არასწორია. ეგ ნიშნავს, რომ ძალიან ზედაპირულად და ზერელეთ ეკიდება ადამიანი აღსარების საკითხს. აი როგორც მე ვამბობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად შენი თავი აკონტროლო.